ვენერა გადადის ლომის ზოდიაქოში 13 ივნის და დარჩება 1 თვის განმავლობაში და რა ტენდენციები შეიძლება გქონდეს, ზოგადად ვენერას ტრანზიტი ასტროლოგიაში აჩვენებს ხოლმე რა სოციალური ნორმები შეიძლება იყოს საზოგადოებაში, უკვე როგორ ხარჯავს ხალხი ფულს, რა ნივთები ხდება უფრო გაყიდვადი, მაგალითად, რა შემოდის უფრო აქტუალური ჩვენ სამყაროში, როგორც აი მოწონების კუთხით, რა მოწონს საზოგადოებას, რა ხდება უფრო აქტუალური. როგორც შეიძლება მაგალითად მოდა შემოდიოდეს რაღაც პერიოდი, ხო, რაღაც აქტუალური მოდა, ან აქტუალური სხვა ბიზნესი მაგალითად შეიძლება იყოს რაღაც აქტუალური და შემდეგ უკვე მინელდეს, ხო, აღარ დაკარგოს აქტუალურობა სიტყვაზე. აი ეს არის ჩვენთან ვენერას ტრანზიტი, რომელიც გვაჩვენებს უახლოეს 1 თვის განმავლობაში რა ტენდენციები შემოდის. აღარ თვითონ ვენერა 1 თვით რადგან რჩება, ის არ ახდენს რაღაც ძირფესვიან სერიოზულ გარდაქმნას, როგორც მაგალითად უფრო სოციალური პლანეტები არის ჩვენთან პლუტონი მაგალითად ან სატურნი ან იუპიტერი თუნდაც, მაგრამ თავისი კვალი შეიძლება ხოლმე ემოციურ დონეზე გამოიწვიოს ჩვენში და ეს პირველ რიგში ეხება ხოლმე გზნობებს, ჩვენთან უფრო ემოციურ სოციალურ ურთიერთობებს, რა იქნება ამ 1 თვის განმავლობაში, უფრო მოსაწონი, უფრო სასიამოვნო საზოგადოებაში. მანამდე 1 თვის განმავლობაში იყო კეჩხების ზოდიაქოში ვენერა და აქ იყო უფრო გზნობები, ემოციები უფრო დაფარული, უფრო ემოციურ საფრთხოებაზე იყო ვენერა, არის მცირე ბედნიერება. აი რა გვსიამოვნებს ურთიერთობებში ადამიანებს ერთმანეთში, ხო? აი რა შეიძლება იყოს ჩვენთვის ეს ემოციურ დონეზე სასიამოვნო და ეს როგორც სასიყვარულო ურთიერთობებს ეხება, ადამიანურ ურთიერთობებს ეხება და სოციალურ ურთიერთობებსაც. ლომი არის ჩვენთან ფუფუნების საგნებთან დაკავშირებული, ეს არის დიდსულოვნებასთან დაკავშირებული თვითონ და შეიძლება უფრო მეტად მოგვინდეს აი ამ პერიოდში. ან მაგალითად ესეთი ძვირფასი ნივთები, ან რომელიც ჩანს ესეთი ნივთები შევიწინოთ, ან ჩვენ თავი გამოვხატოთ განსაკუთრებულად, ხო? იმიტომ რომ ლომი ეს ინდივიდუალურობის ენერგია არის და ყველას უმეტესობას მოუნდება გამოვხატოს საკუთარი უნიკალურობა, საკუთარი ინდივიდუალიზმი, ესე რომ თქვა. შეიძლება ზოგმა ჩაცმის სტილით გამოვხატოს ეს ინდივიდუალიზმის, ზოგმა შეიძლება აი თვითონ პრეზენტაბელურობა გამოავლინოს სხვანაირად. ხო, ლომი ვენერა ეს არის, როდესაც გართობა, ნატურალურობა, ინდივიდუალიზმი არის მოსაწონი, წახალისებული, ესე რომ თქვა, საზოგადოებაში. ხიარულება არის ლომი ჩვენთან და ამ ვენერას უნდა ვისაც ნათალურ უკაში ვენერა ლომში ყავთ, მაგალითად ესეთი ადამიანები სულ არიან ორიენტირებულები, რა გულს რა უხარია და ლომური მაგალითად გართობა, პოზიტიური ემოციები, მზის სითბო უნდა ტრიალებდეს ყველგან, სადაც შევდივართ. ეს არის ვენერა ლომის მთავარი ენერგია. აი რას გრძნობთ გულით, ზოგადად ცოტა უფრო ეზოთერულ ასტროლოგიაში, გულის ჩაკრა ენერგეტიკულ ცენტრს მართავს ხოლმე ჩვენთან ვენერა და ეს ვენერა ლომში ეს არის გული, რომელიც მზესავე ცხივით უნდა იყოს სავსე, ხო? ეს სიხარულით სავსე გული, ესე ვეძახით. აი ამ ენერგიას ახლა იგრძნობს ყველა, როგორც წესი ხოლმე ყველას მოგუტრირებ, მაგრამ უმეტესობა აი ამ ტენდენციის ალქიმიაში ვიქნებით ეს 1 თვე.